very satisfied. We have council some 3 months, every 3 months, but the main work. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი წელი გავატარეთ ერთად, ძალიან კმაყოფილი ვარ მე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებით. ატაშატი ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენ ასე ვთქვათ შევთანხმდით მომავალი წლის სამუშაო პრიორიტეტებზეც. მე მინდა გამოვყო სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და ამ პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობა კრიზისების მართვის ცენტრთან თანამშრომლობაში ევროპის და მესამე ეს არის ბუნებრივია ის საერთაშორისო ოპერაციები, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ ნატოს ეგიდით ავღანეთში და პოსტ ISAF-ის და ავღანეთის მომდევნო გეგმებზე გქონდა საუბარი. ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმებზე, ვისაუბრეთ იმ დახმარებაზე, რომელსაც საქართველო იღებს ინსტიტუციურად ნატოსგან, მაგრამ რაც ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ექსპორტიორი იმ გამოცდილების, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუგროვდა. ასე რომ ჩვენ ხვდებით უკვე სამაგალითო რიგი რეგიონალური ქვეყნებისთვის თუ როგორ უნდა იმართოს სწორად, დემოკრატიულად, ტრანსპარენტულად თავდაცვის სისტემა. ამ შეხვედრებში ყოველთვის განიხილება ის გავლილი გზა, ის საკითხები, რომელიც იქნა მოგვარებული, რომელიც მოითხოვს დამატებით შეთანხმებას და მოგვარებას, ასე რომ ჭიდრო ურთიერთქმედება საქართველოში მყოფ ატაშებთან არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომ განვითარებისთვის.